გახსოვდნენ რომ ცხრილში იბერია 1-0 ლიდერია, შემდგომ მეორე-მესამე ადგილებს ტორპედო და რუსთავი იყოფენ, შემდგომ პოზიციაზე გახლავთ დინამო თბილისი, თუმცა მანამდე სწორედ დინამოლების შეტევას მივადგენთ თვალყური ნინუას კარის მიმართულებით დარტყმა და პირველი სახიფათო მომენტი ძელი ჩაერთო საქმეში. ნიკა ნინუამ რა კარგად მოჭრა ბურთი, თუმცა გოლამდე დინამოელთა ცენტრალურ ნახევარმცველს განმეორებით ეს ეპიზოდი კარგად იბრძოლა აქ რამოშმა ბურთისათვის, შემდგომ ნინუამ მარტო იყო დაარტყა საჯარიმოს გარედან, თუმცა ძელმა გადაარჩინა ტყიბულის მეშახტე. კიდევ ერთხელ განმეორებით ნინუას ეს შორეული გასროლა. ტყეშელაშვილი ამ ბურთის აღებას ვერ მოახერხებდა, შეგვიძლია ვთქვათ დამამად. კადრშიც ხედავთ რა ძლიერი წყალტუბოში. პირველი კუთხური ჩვენ შეხვედრაში ჩაწოდება ახლოძელ და რეულობა და გაიხსნა ანგარიში. დინამო თბილისი დაწინაურდა გატანილი გოლის ავტორი გახლავთ ნუმან კურდიჩი, რომელმაც სადებიუტო გოლი გაიტანა. ეს დაცვა ცუდად გამოიყურებოდა, ჯერ მისცეს ნინუას სახიფათო დარტყმის შემოთავაზების უფლება და შემდგომ ნიკა ნინუამ თუ იქ არავინ არ შეეხო ბურთს, ჩაიწერა საგოლე გადაცემა, რადგან კურდიჩმა სწორედ მისი 16 საათზე მანამდე ჩაწოდება საჯარიმო მოედანში კიდევ ერთი დარტყმა და ანგარიში კინაღამ გახდა ორბურთიანი. შვენიერი შანსი, რომელიც ჰქონდა აქ ახერხა როდრიგო რამოშს, გონსალო რამოში ითამაშებს ცოტა გვიან. განმეორებით ეს ეპიზოდი რა კარგი პასი იყო და აქ სანტიმეტრები დააკლდა. დინამო ფლობს უპირატესობას და სამჯერ მათ რეალური შანსი ჰქონდათ რომ გოლი გაიტანა. ნახოთ რაც გამორჩებიან ტყიბულელები აი ამ სტანდარტიდან. ჩაწოდება აქვს ცოტა შეუთანხმებელი მოქმედება, ეფექტური დარტყმა, თუმცა გადარჩა დინამო თბილისი. განმეორებით ეს მომენტი კურდიჩსა და მას შორის იყო ცუდი კომუნიკაცია და შემდგომ ჩიხრაძე ეფექტური დარტყმით ცდილობდა გატანას, თუმცა მიზანმა უმთხუნა მეშახტეს შემტევს. მასი მარჯვნივ სანტოსი დაამუშავა ბურთი. ხარაიშვილზე გაყოლება. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა და ანგარიში ხდება უკვე 0-2. მათე ვაწაძე მეორეს უთქვა გაიხსნა აი ამ მომენტი. ხარაიშვილის ჩაწოდება და ვაწაძე დასრებაზე ძალიან კარგად თამაშობს და კიდევ ერთი შეცდომა მეშახტეს უკანა ხაზისა. ასეთი დაცვით ტყიბულის მეშახტეს არა მარტო ამ თამაშში წამადების მიღწევა, ზოგადად ჩემპიონატში. როდრიგო რამოსი ჩაწოდება საჯარიმოში. ნინუა კიდევ ერთი დარტყმა და აქ დაბლოკა ეს დარტყმა. თუ სწორად დავინახე, უგრეხელიძემ ტემპის მომატებას და მეტოქის მესამეში შესვლას მეშახტეს დაცვას თითქოს რაღაც ემართება. დინამოსთვის 0 აქვს მეშახტეს. ახლოძელთან გაიგზავნა კლავაც ბურთი, პაპუაშვილს გამოაქვს, ნინუა. მორიგი ჩაწოდება და ანგარიში ხდება 0-3. 0-3 ხო, ეს არ ვიცი. ყოველგვარ კრიტიკას ცდება ჩემპიონატში, ჯერ კურდიჩმა, ახლა უგრეხელიძემ. მათ შუაში კი ვაწაძემ მოახერხეს თავის გამოჩინა. 3-0 მატჩის 27 წუთისათვის ძალიან ბევრია. ტყიბულის მეშახტე კი არის გუნდი, რომელიც ყველაზე ცოტას იტანს, სულ 10 გოლია მათ ანგარიშზე 15 შეხვედრაში. დაუშვებენ ყველაზე ბევრს ამ მაჩვენებლიდან გამომდინარე სამგურალთან ერთად. ჩაწოდება საჯარიმოში, მორიგი შანსი ჩიხრაძის ხრიდან თუ შეშევტევი. ჯერ მაკრატელა დარტყმით, ახლა თავით ცდილობდა ლანდო ჩიხრაძე გატანას, მაგრამ ვერ მოახერხა. აქედან უკეთ დარტყმა მართებდა ჩიხრაძეს. ტაიმის ბოლოსკენ განმეორებით ეს ეპიზოდი. და მარტულის მერანმა ერთ-ერთი ითამაშეს. დღეს 16 საათზე, ანუ ამ მატჩის დასრულების შემდგომ, თუმცა მანამდე დინამო შეტევას მივადგენთ თვალყური კარგი გადაცემა. იორო დარტყმა გარის მიმართულებით და 0-4. აბდულა იორომ გაიტანა თავისი გოლი დინამოს რიგებში, რომელიც იქნება მესამე იული ქმედება. მეორე საგოლე პასი ჩვენ შეხვედრაში ნინუას მსგავსად და იორომაც დაუფასა თანაგუნდელს ეს კარგი გადაცემა. რა სასწაული თუ გადაარჩენს ახლა მეშახტეს.
ძალიან რთულ მდგომარეობაშია გუნდი. ამ ფეხბურთით ძალიან გაუჭირდებათ ლიგაში ადგილის შენარჩუნება. ჩინებული გადაცემა კარგად შენიშნა თანაგუნდელი კონკრეტულად ხარაიშვილი არა კვარაცხელიას მოკლე გამორბენი დარტყმა გარის მიმართულები და აუღო ტყეშელაშვილმა აუღო ლევან ტყეშელაშვილმა ისა თუმცა ეს წამითაც არ აკნინებს ტყეშელაშვილის აიამ მოგერიებას შვენიერი ბურთი აუიღო აქ მეშახტეს კაპიტანმა ჩუნებს ბურთს შორიდან მოუსინჯა მაგრამ იორომ დაბლოკა კიდევ ერთი ფაზა მეშახტის შეტევისა შიკალო კარგი მოქმედებები ჩაწოდება საჯარიმოში და ერთი გოლი გაქვითა მეშახტემ მათე კვირკვია გატანილი გოლის ავტორი მაგრამ დალიქ შიკალომ რა მოხდენილი მოძრაობები შემოგთავაზა მეორე ეს ეპიზოდი შიკალო იყო ფანტასტიკური კი ნუ მათე კვირკვია ხო რა თქმა უნდა სწორი ყოფილვარ აი ეს მოქმედება იყო გარდამტეხი ხარაიშვილი როგორ მოატყუა და შემდგომ თანამემამულე კურდიჩსაც იქვე გაუთამაშა ბურთი კვარაცხელიას ხარებაშვილი ძალიან ახალგაზრდული ახლა დინამოს მარცხენა ფრთა ჩაწოდება სირაძე ნახტომში ცდილობდა გატანას კარგია სირაძე პასიც გააკეთა ზუსტი ხარებაშვილზე შეიძლება მეხუთე გოლი ვიხილოთ მეშახტეს გარშე პასი დაბალი სირაძე და ტყეშელაშვილი რა ბურთს იგერიებს როგორ მოახერხა ტყეშელაშვილმა გადაწყობა ახლა ტყეშელაშვილმა დინამოს ფორვარდს განმეორებით ეს ეპიზოდი ერთი შეხებით სირაძის დარტყმა და ბრავო ლევან ტყეშელაშვილი ამ მომენტის გმირი კი მან გაუშვა დღეს 4 გოლი მაგრამ მისი ბრალეულობა ყველაზე ნაკლები დოზით შელაშვილს როგორ გინდა თქვა ფეხბურთელზე რომელიც მეკარეზე რომელიც 4 გოლს გაუშვებს შვენიერ შეხვედრა აქვსო მაგრამ ასია კვარაცხელია გაუმართლა ეფექტური ჩაწოდება და გადარჩა როგორი კარგი საგოლე პასი გამოუვიდოდა კვარას განმეორებით ეს მომენტი უგრეხელიძე ურტყამდა კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი აქ ბურთის ჩაწოდება ვერ დინამოელების შანსი იორო დარტყმა გარის მიმართულები და ახლა მაინც გავიდა მეხუთე გოლი დუბლი აბდულა იოროს შესრულებით 1-5 იოროს მხრიდან ქურდაძის საშინელი შეცდომა და საგოლე გადაცემა აქ ჩაიწერება ციკოლიას ახალგაზრდა ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩი მოახერხა და საგოლე პასით მოამარაგა თანაგუნდელი ისიც ძალიან კარგი ფეხბურთელი მოსჩანს ყოველ შემთხვევაში ტექნიკური და იმედია რომ ისი პროგრესი უფრო აქტიური გახდება და უფრო ხშირი დოზით ვიხილავთ ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა ტყეშელაშვილი ეხება ბურთს მაგრამ გუნდის გადარჩენას ვერ ახერხებს სირაძემ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა 1-6 ნაღმდეგე ხარებაშვილის საგოლე გადაცემა და სირაძის გოლი ფსიქოლოგიურად ახალგაზრდა ფორვარდს ეს გოლი ნამდვილად სჭირდებოდა აქაც დაცვის შეცდომა ზე გვიწევს იორო დარტყმა გარის მიმართულებით კალანდაძეს აუღო აქ ლევან ტყეშელაშვილმა ამედი გატანილი გორის დილა და არც არაფერი იქნა დამატებული როგორც გითხარით კურდიჩის ვაწაძის უგრეხელიძისა და სირაძის გოლებით პლუს ამას დამატებული აბდულა იოროს დუბლით